ქრისტიანსა სახელითა მამისათა დაცისათა და წმინდისა სულისათა მესამე კვირე ამქრომიდან არის მენელსაცხებელ დედათა კვირე. რატომ დაარსდა ეს კვირიანი ამ სახელწოდებით? იმიტომ რომ მენელსაცხებელი დედებმა ძალიან დიდი ვაჟკაცობა, ძალიან დიდი ერთგულება გამოიჩინეს ღმერთის მიმართ. მაშინ, როდესაც მოციქულები შიშისაგან 5,000 იმალებოდნენ კართახშულთა, დედები არ ემალებოდნენ მათ. ეს მენელსაცხებელი დედები მუდამ თანდაყვებოდნენ უფალს და ჯვარცმის დროსაც არ მიუტევებიათ იგი. და ეს ერთგვარი თავდადება, ერთგვარი უანგარო სიყვარული იყო მათი აი ეს დიდი ღირსება, რომლის გამოსაც დღევანდელ კვირას მენელსაცხებელთა დედების კვირას უწოდებთ. ეს მენელსაცხებელი დედები პირველ რიგში იგულისხმება მარია მაგდალინელი, იგულისხმება იოანა, იროდი მეფის, ეზოს მოძღვრის ქოზას მეუღლე, იგულისხმება წმინდა მართა და მარიამი. ესენი გაგახსენებთ იყვნენ ძმები, ლაზარესი, რომელიც 4 დღის მკვდარი აღადგინა მაცხოვარმა, იყო სუსანა, იყო მარიამ კლეოპასი, იყო სალომე. სალომე იცით ეს სალომე იყო შვილი იოსებ დამწინდველისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ვიზეს დაწინდეს. მას ჰყავდა, ესე იგი 4 ვაჟი და 3 ქალიშვილი და ერთ-ერთი იყო სწორედ სალომე, რომელიც ზებედეს გაყვაცოლა და მისი შვილები იყვნენ იაკობი და იოანე. იოანე ღვთისმეტყველზეა ლაპარაკი. აი ეს 7 არის მოხსენიებული, მაგრამ ამის გარდა კიდე სხვებიც იყვნენ, ლუკა მახარებელი ამბობს, მაგრამ ეს განსაკუთრებულად ეს სხვებისაგან განსხვავებით იყვნენ აი ეს მენელსაცხებელი დედები. დღევანდელ დღეს ასევე მოიხსენიება თამარ მეფე. რატომ? იმიტომ რომ მან ისე როგორც მენელსაცხებელმა დედებმა ყველაფერი გააკეთა, რომ ღვთის დიდებაში, თავდაბლობაში და მის სიყვარულში ყოფილიყო. მეფე, რომელმაც ამოდენა სახელმწიფო ნიკოპსიდან დარობამდე და ესე პირი აუკეთა მთელ მუსულმანურ სამყაროს და ესე ამდენი დიდებული ბრძოლა გაამარჯვებინა მისი ლოცვით. და წარმოიდგინეთ, ეს დიდებული მეფე თამარი თვითონ კერავდა სამღვდელოს სახურებას, სამღვდელოს შესამოსელს თვითონ კარგავდა და ასე ვთქვათ ზრუნავდა ეკლესია, მონასტრების შენებლობა იყო თუ ქველმოქმედება იყო თუ მისი მსახურება ვალდებული იყო, რომ ყველა რომ ღვთისმსახურებაზე ყოფილიყვნენ, სამეფოს წევრები იქნა, სამეფო კარის წევრები იქნებოდნენ, რომ ვინც უნდა ყოფილიყვნენ, ის მუდამ ფეხზე დამდგარი მოწიწებით ადიდებდა ღმერთს და სწორედ ამიტომ დედა ეკლესია მენელსაცხებელთა დედათა რიგში აი ჩვენი კეთილმორწმუნე მეფე თამარ მეფე ჩარიცხა. შეგვეციოს მისი მადლი. ასევე მენელსაცხებელ დედებთან არის იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი, რომელიც ფარული მოციქულები, ფარული მოწაფეები იყვნენ ქრისტესი. ისინი სინედრიონის წევრები იყვნენ, ძალიან დიდრები იყვნენ და მაშინ, როდესაც აი ყველა უპირისპირდებოდა სინედრიონზე ქრისტეს და მისი სიკვდილის დასჯას მოითხოვდა, სწორედ ნიკოდიმოსი ეუბნება, რომ არ არისო მართალიო ისე დავსაჯოთ უფალი უკეთ, ისე დავსაჯოთ ადამიანი, რო არ მოვისმინოთ მისგანაო. ამის გამო ზულდათ სინედრიონის წევრებს ეს ნიკოდიმოსი, ეს არიმათიელი გაგახსენებთ, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომელმაც გამოითხოვა პონტუელ პილატესგან გვამი ქრისტესი. ეს ძალიან დიდი ვაჟკაცობა იყო. გამოითხოვა და თავის ახალ საფლავში დასდვა. ახალი საფლავი ეს კლდეში გამოკვეთილი იყო. საგვარეულო საფლავებს ყიდულობდნენ ხოლმე მდიდარი ებრაელები და სწორედ ასეთი ახალი საგვარეულო სასაფლაო ჰქონდა ნაყიდი.
იოსებ არიმათიელს, სადაც არავინ არ იყო ჯერ დაკრძალული და იქ შემდგომ არავინ არ დაიკრძალა. მან ძვირფასი სუნელებით არ დაგით შემოსა მაცხოვარი და ისე დასდო ახალ სასაფლავსა. ანუ ამის გამო ებრაელები მას სიკვდილით დასჯას ლამობდნენ. შემდგომ ამისა ის წავიდა დიდ ბრიტანეთში და იქ მთებში ასე ვთქვათ მისი ესეთი საფლავიც არის, რესაც კი არის იოსებ არიმათიელის საფლავი. ასე რომ აი ეს მენელსაცხებელი დედებთან ერთად ნიკოდიმოს და იოსებ არიმათიელის იყვნენ ერთგვარი დიდი ერთგულების, დიდი უშიშროების და დიდი სიყვარულის გამომხატველი უფლის მიმართ და ამით თითოეულ ჩვენთაგანი ერთგვარად ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენც ესეთი დიდი სიყვარულით ვიყოთ უფლის მიმართ. ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ კარგი შემოსავლებით არიან, თვითონ კარგად ყველაფერი, მაგრამ აი უფლისთვის ნაკლებად ემეტებათ ხოლმე და იქ თქვათ მის სოფელში სადაც ტაძარია, იქ ან ჩამოხეული კანკელის, ან ფარდის, ან ისე ვერ არის გაკეთებული ეს ტაძარი და ასეთ ადამიანებისთვის მინდა თქვა, რომ ეს თითოეულ თქვენთაგანისთვის არის ის, რომ ამდენი რომ მოგვეცემა, ჩვენც ერთგვარად ვალდებულები ვართ, რომ უფლის მიმართ გავიღოთ საუკეთესო. რა თქმა უნდა, მოწყალებაც აუცილებელია ქველმოქმედება, მაგრამ უმთავრესად არის უფლის ადიდებელი მსახურება. ღმერთმა მოგცეს ამის ძალა, ღმერთმა მოგცეს ამის შინაგანი განცდა, რომ ჩვენც მენელსაცხებელი დედებისნაირად ვიყოთ ერთგულნი ქრისტეში და ვიყოთ მისი საქმის გამგრძელებელი, მათი საქმის გამგრძელებელი. ამინ. გაგახსენებთ, რომ 6-ში აი ახლა სამშაბათს იქნება წმინდა გიორგობა, ესე იგი ორშაბათს 3:30-ზე ლოცვა იქნება და სამშაბათს დილით ამ ტაძარში იქნება წმინდა გიორგის სახელობის წირვა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და უფალი იყოს ჩვენ და სულ საქართველოს მფარველი ამ ჩვენთან ამ ღმერთთან. ქრისტიანსგან. ჭეშმარიტად.